რომის პაპმა პირველად განაცხადა, რომ შიდსის პრევენციისთვის კონტრაცეპტივის გამოყენება დასაშვებია. კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლის ეს კომენტარი რომის პაპის წიგნში დაიბეჭდა, რომელშიც ბენედიქტ მე-16-ისა და კათოლიკეს ჟურნალისტ პეტერ ზეევალდის საუბრებია თავმოყრილი. პაპის ამ განცხადებას გაეროს შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის წარმომადგენლებიც მიესალმნენ. ვატიკანში რომის პაპის წიგნი მსოფლიოს სინათლე გამოვიდა. წიგნში ბენედიქტ მე-16-ის და კათოლიკეს ჟურნალისტ პეტერ ზეევალდის საუბრები დაიბეჭდა. პონტიფიკოსმა ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, რომ ჰომოსექსუალებისთვის კონტრაცეფციის გამოყენება შიდსის პრევენციისთვის რეკომენდირებულია. პაპის ამ განცხადებასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა გაჩნდა, რადგან წიგნის იტალიურ თარგმანში წერია, რომ კონტრაცეფცია სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვისაც დასაშვები. გერმანულ ორიგინალში კი მხოლოდ მამრობითი სქესია ნაგულისხმები. ვატიკანის წარმომადგენელმა ფედერიკო ლომბარდიმ პაპს შეკითხვით მიმართა, განცხადება მხოლოდ ჰომოსექსუალებს ეხება თუ ზოგადად ორივე სქესის ადამიანებს ვრცელდებოდა. რაზეც პაპმა უპასუხა, რომ სქესს მნიშვნელობა არ აქვს. პირადად ვკითხე რომის პაპს, მისი სიტყვები მხოლოდ კაცებს ეხება თუ ქალებსაც. მან განაცხადა, რომ ეს არის ის ნაბიჯი, როდესაც ერთი ადამიანი მეორის სიცოცხლეს უფრთხილდება. მნიშვნელობა არ აქვს, ქალი იქნება თუ ტრანსექსუალი. ვატიკანს კონტრაცეპტული საშუალებების აკრძალვის გამო ხშირად აკრიტიკებდნენ. თუმცა პაპის ახალი განცხადებით რომის კათოლიკური ეკლესია აღიარებს, რომ კონტრაცეფციის აკრძალვა ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ბენედიქტ მე-16-ის აზრით უსაფრთხო სექსუალური ცხოვრება პარტნიორებს გადამდები ინფექციებისგან დაიცავს. ჩემი აზრით ეს ძალიან საინტერესო წიგნია, რადგან პაპის ყველა მოსაზრება ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. გაეროს შიდსთან ბრძოლის ორგანიზაციის მონაცემებით აფრიკაში 22 მილიონი ადამიანი შიდსის ვირუსით არის ინფიცირებული. აქედან 12,1 მილიონი, ანუ 54% ქალია. 2009 წელს რომის პაპის განცხადებამ, რომ აფრიკელი მოსახლეობისთვის კონტრაცეპტული საშუალებების დარიგება შიდსის პრობლემას ვერ გადაწყვეტს, შიდსთან ბრძოლის ორგანიზაციების უკმაყოფილება გამოიწვია. თუმცა ახალ წიგნში რომის პაპი პოზიციას ცვლის. ნახევარი მსოფლიო აფრიკის მოსახლეობის შიდსით დაავადებაზე წერს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. სწორედ ამიტომ შევეხე ამ თემას ჩემს წიგნში და პაპს შესაბამისი კითხვები დავუსვი. ვატიკანის სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ბენედიქტ მე-16-ის განცხადება ახალ დებატებს გამოიწვევს, რადგან ეკლესია კონტრაცეპტივების გამოყენებას კათოლიკე მრევლს ყოველთვის უკრძალავდა. 1968 წელს რომის პაპმა პავლე მე-6-ემ სპეციალური განკარგულება გაავრცელა, რომლითაც ეკლესიას ამ თემის ირგვლივ დებატები აუკრძალა. მას შემდეგ ბენედიქტ მე-16 პირველი პაპი გახდა, რომელმაც კონტრაცეპტივებთან მიმართებაში ეკლესიის პოლიტიკა შეცვალა.